საჯარო მოსამსახურე თავისუფალი და ნეიტრალურია გადაწყვეტილების მიღებისას და მიჯნავს სახელმწიფოს ინტერესებს პოლიტიკური პარტიის ინტერესებისგან. ეს არის ამონარიდი საქართველოს მთავრობის 2017 წლის დადგენილებიდან საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ. ამ დადგენილებიდან 8 წლის შემდეგ ეთიკისა და ქცევის წესების განსაზღვრა საერთოდ აღარ შედის საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციაში. თუმცა ეს გაცილებით ნაკლები პრობლემაა იმასთან შედარებით, რომ ორ თვეში მთლიანად საჯარო სამსახურის ბიურო საერთოდ აღარ იარსებებს. ლიკვიდაციის გადაწყვეტილება ქართული ოცნების მთავრობამ მიიღო. ბევრი წელი იმუშავეს იმისთვის, რომ დღეს საჯარო სამსახური ბევრად უფრო დამოუკიდებელი, ნეიტრალური და ანგარიშვალდებული ყოფილიყო. რეფორმის მიზანი იყო, რომ აი ეს პროფესიონალიზმი, ანგარიშვალდებულება გაძლიერებულიყო და საჯარო სამსახურში ჩამოყალიბებულიყო ძლიერი ინსტიტუტები. თუმცა საჯარო სამსახურში აღარც თანამშრომლების ნაწილი დარჩა, რომელსაც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული უწყების მთავარი არსი და ფუნქცია. მაია დვალიშვილი, რომელიც ბიუროს დირექტორის ყოფილი მოადგილეა, სამსახურიდან მას შემდეგ წავიდა, რაც ქართულმა ოცნებამ საჯარო სამსახურის კანონში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების მთავარი მიზანი რეორგანიზაციის პროცესის გამარტივება იყო, რის შედეგადაც გათავისუფლებული მოხელე საჯარო სამსახურის სისტემაში მიბრუნებას ფაქტობრივად ვეღარ შეძლებს. ესეც და ამის შემდეგ გადადგმული ნაბიჯებიც ბიუროს ყოფილი თანამშრომლების აზრით არათუ დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული საჯარო მოხელის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, არამედ სრულად სცდება საჯარო სამსახურის ბიუროს პრინციპებსა და მიზნებს. ბიუროს ფუნქციები დაკავშირებული იყო მოხელეების პროფესიონალიზმის ზრდასთან და ჩვენ ამას მარტო ბიუროს გუნდით არ ვაკეთებდით, ვაკეთებდით ბევრ სხვა მოხელესთან ერთად, რომელიც დასაქმებული იყო როგორც ცენტრალურ აპარატში, ისე ადგილობრივ თვითმმართველობაში და ეს ასევე მარტო მოხელეების დამსახურებაც არ არის. ჩვენი განვითარების პარტნიორები, დონორი ორგანიზაციები, რომლებიც გვერდში გვედგნენ და რომელთა ფინანსური დახმარებითაც მივაღწიეთ იმას, რასაც მივაღწიეთ ამ წლების განმავლობაში, ნამდვილად დასაფასებელია. საჯარო მოხელის ნეიტრალიტეტის შესახებ ჩანაწერს რომ დაუბრუნდეთ დადგენილებიდან ეთიკისა და ქცევის წესების შესახებ. ოცნების მთავრობის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ბიუროს გაუქმების შესახებ ისაა, რომ ეს და სხვა ფუნქციები მის უფლებამოსილებაში აღარ შედის. ასეთია კიდევ თანამდებობის პირთა დეკლარაციის კონტროლის ფუნქცია. ეს ფუნქციები ანტიკორუფციული ბიუროს რეგულირების სფეროში გადავიდა. ანტიკორუფციული ბიურო რაჟნენ კუპრაშვილის ხელმძღვანელობით კი ის უწყებაა, რომლის მიუკერძოებლობის მიმართ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ბიურომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ანგარიშების წარდგენა მოსთხოვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებს. თუმცა ამ დრომდე არ გაუწია პასუხი მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივი შეუსაბამობის შესახებ გაჩენილ კითხვებზე. 31,000 არასამთავრობოების საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმების გადაწყვეტილება ოცნების მთავრობა მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზეზით ახსნა. მაგრამ ეს მიზეზი უსაფუძვლოა საჯარო მოხელეთა პროფკავშირებისთვის, რომელიც უკანონოდ გათავისუფლებული ასობით მოხელის საქმეს სწავლობს. რეალური მიზეზები ამ მოხელეებისთვის ნათელია. ეგრეთ წოდებული მთავრობის გადაწყვეტილება მათთვის არის პირდაპირი პასუხი მოხელეების მკაფიო პოზიციაზე, რომლებმაც სხვადასხვა ფორმით გამოხატეს პროტესტი ოცნების გადაწყვეტილებაზე შეეჩერებინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები. საჯარო სამსახურში ხდება უხეში, გაუმართლებელი და ყოველგვარ დაუსაბუთებელი ჩარევა და ეს არის იმის გამოძახილი, რომ საჯარო მოხელეებმა, საჯარო მოსამსახურებმა ერთად თვითორგანიზების ფარგლებში გამოვხატეთ ჩვენი ღია პოზიცია და მხარი დაუჭირეთ ევროინტეგრაციის პროცესს. ეს არის ღია შეტევა, მოდი ესე ვიტყოდე, ჩვენს პროფესიულ გაერთიანებაზე, იმიტომ რომ სწორედ ამ უწყებებში დასაქმებული პირები ერთიანდებიან ჩვენ პროფესიულ კავშირში. საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ნათელია იურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მათი შეფასებით ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ ნებისმიერი საშუალებით გაწმინდოს საჯარო სამსახურები ადამიანებისგან, რომლებიც მის პოზიციას არ ეთანხმებიან. აქამდეც არაერთხელ გვინახავს, როდესაც საჯარო სამსახურიდან თანამშრომლები გაუთავისუფლებიათ პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ ასეთი მასშტაბური და ასეთი მასიური არასოდეს ყოფილა, როგორიც ახლა არის და ქართული ოცნებაც ცდილობს, რომ სხვადასხვა ფორმით სწორედ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლები გაუშვა სამსახურიდან. ძალიან გააქტიურებული არის გათავისუფლებები ყველა დონის საჯარო უწყებიდან და ეს დიდად შემთხვევაში კი არა, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში უკავშირდება სწორედ ამ ადამიანების ზოგიერთ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრებისაც გამოხატულ პოზიციებს. საერთო მიზანი ამ ყველაფრისა შეიძლება იყოს სწორედ
ძალაუფლების გამყარებასთან დაკავშირებული პროცესი. საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციებს ოცნების მთავრობა ადმინისტრაციის სხვადასხვა დეპარტამენტში გადაანაწილებს. უკვე იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში გადაიყვანეს სამუშაოდ ბიუროს ხელმძღვანელი. რას ფიქრობს მას დაქვემდებარებული ბიუროს გაუქმებაზე? ამ კითხვაზე პასუხი მარიამ ცენტერაძისგან ვერ მოვისმინეთ, მან ფორმულასთან საუბარი არ ისურვა. ქალბატონო აღარ მუშაობ ბიუროში. კი, ვიცით, მაგრამ ბოლო წუთამდე ხო თქვენ ხელმძღვანელობდით და როგორც ვიცით, გადაგიყვანეს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში, ხო? იცით რა, ჩემი უფლება გიპასუხოთ თუ არ გიპასუხოთ, სამწუხაროდ ვერ გაგჩნდ პასუხი. ანუ ის ფუნქციები რაც საჯარო სამსახურს ჰქონდა. გაგრძანდებოდეთ. ერთი წუთი, ფუნქციები და ის რეფორმები საკადრო წმენდა კიდევ ბევრ უწყებაში გაგრძელდება და ბევრ საჯარო მოხელეს შეეხება. ეს მოლოდინი აქვს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. რეორგანიზაცია უკვე გამოცხადდა თავდაცვის სამინისტროში. ტელეკომპანია მთავარის ინფორმაციით თვის ბოლომდე იქიდან 200 ადამიანს გაუშვებენ. წმენდის მოლოდინს ქმნის ბევრისთვის საკადრო ცვლილებები პარლამენტშიც. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ამ საქმეს ოცნების ხელისუფლება ლოიალურად განწყობილ ადამიანებს შეასრულებინებს. რა დამსახურებისთვის დაინიშნა პარლამენტის აპარატის ახალ ხელმძღვანელად კახა ოქროჯანაშვილი. ეს კითხვა დაუსვეს დღეს ოცნების წევრებს. მათ დაკონკრეტება უჭერთ, თუმცა ახალი კადრის სარგებლობაში ეჭვი არ შეაქვთ. იმას უგულწევ, ის არის ახალი კადრი პარლამენტისთვის, ბუნებრივია, რომ ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, მისი დისკრეცია და მათ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პიროვნება წარმატებით განახორციელებს თავის საქმიანობას და მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ოცნება საქმეს კიდევ ერთი ინიციატივით იმარტივებს. კიდევ ერთხელ დაიგეგმა ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილების თანახმად საჯარო სამსახურებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეიძლება 3 დღით ადრე ეცნობოთ. ოცნების რეპრესიული პოლიტიკის შედეგად ბოლო თვეების განმავლობაში რეორგანიზაცია გამოცხადდა ან გაუქმდა სხვადასხვა უწყება. საჯარო სამსახურის მიღმა კი ასობით მოხელე დარჩა.